ბეკინა მეტად ჭარმაგი მოხუცებული იყო და ამის გამო საშიშარი იყო უცნაური სურვილი მეორე ცოლის შერტვისა გულში არ გავლებოდა. დედინაცვლის დანახვის შიშიდა. დედინაცვალთან თანმომყოლისა თავზარსასთან და ამის გულდაშვიდებით ცხოვრებელ აზნაურს. ცოლმა მამას გააორკეცეს მოხუცებული მამის პატივისცემა და მოვლა. დღე-დღე მინის მეცადინეობაში იყვნენ, რომ მოხუცებულის გული მოეგოთ და თავიანთი თავის შეეყარებინათ, რაც შეიძლებოდა მეტად. მაგრამ ბეკინას ამ კმაყოფილებასა და განცხრომაში შვილების სიყვარულთან სხვადასხვანაირი ნატრად გულში ეყარებოდა და დროთა განმავლობაში ეჯილებოდა. იმ სასიამოვნო მდგომარეობაში მას რომ ეღირსა, უფრო ტკბილად, უფრო სიამოვნებით იგრძნობდა თავს, თავისი შესაფერი ამხანაგიც რომ ყოფოდა ვინმე. ასე ფიქრობდა ბუნებაში ბეკინა და ეს აზრი შემდეგ სულმილად გადაქცეული ბოლოს აუცილებელ წადილად გადაეცა.